გამარჯობა. სურს მკითხველს წარმოვუდგინო ჩემი ახალი ელექტრონული წიგნი სახელწოდებით ფერარის გაკვეთილი. ჩემს წინა ნაშრომთან შედარებით ეს გაცილებით მცირე ზომის ტექსტია და არის მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში. ლიდერობის სამყაროში არსებობენ ისეთი პერსონები, როგორიც არის მაგალითად ენცო ფერარი, მისი ნამდვილი ისტორიით და გენიალური წარმატების გზით. ამ ადამიანმა მოახერხა და მთელ მსოფლიოს შეაყვარა ის, რაც თვითონ უყვარდა. ფერარი ხომ გონი ერთადერთი ავტომობილია მსოფლიოში, რომელსაც თვალდახუჭული ყიდულობენ გულით და გულისთვის. ერთია, როდესაც სხვის ქმნილებას მხოლოდ მომხმარებლურად უყურებ და თქვათ კარგად მოიხმარ და კარგად აფასებ, მაგრამ მეორეა, როდესაც შენ თავად განიცდი შექმნის, მართვის, ფულის შოვნის, გამარჯვების თუ რეალიზაციის პოტენციალს და რეალურად ინტერესდები თუ როგორ გამოუვიდა ეს სხვა ადამიანებს მინიმალური შესაძლებლობებით. მე მაგალითად აქტოვანებული დავრჩი, როდესაც გავიგე ის გარემოება, რომ მაგალითად როცა Ford, Renault, Mercedes უკვე დიდი ფაქტობრივად ინდუსტრიული ქარხნები ჰქონდათ, სადაც ათასობით ინჟინერი და მოწვეული სპეციალისტი იყო დასაქმებული, მაშინ ენცო ფერარისთან 4 ან 5 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან თითოეულს შეეძლო კორპუსის დამზადებაც, ძრავის გადაწყობაც და ბორბლების გამოცვლაც. საუბარია 1950-იან, 60-იან წლებზე, როდესაც იტალიელ მექანიკოსებს ხელში მხოლოდ რკინის ნაჭერი, ჩაქუჩი და პრიმიტიული ინსტრუმენტები ჰქონდათ უზარმაზარი გამოწვევების პირისპირ. მაშინ იტალიაში ფიზიკურად არ იყო დიდი დაზგები, დიდი პრესები დეტალებისთვის და მათ ამ უმრავლო ხელსაწყოებით სისტემატიური მუშაობით, მშვიდი მცდელობებით, ცხოვრებისეული გაკვეთილების გათვალისწინებით ყოველდღიურად სრულყოფილ ფორმებამდე მიყავდათ ეს რკინა. ენცო ფერარი საუკეთესო კვიცებისაგან ქმნიდა მის თავლას, როგორც თვითონ უწოდებდა, საჯინიბოს, ანუ ეგრეთ წოდებულ მისი საქმის ძირითად ბირთვს, რომელიც მან შემდგომში ძრავაში, კორპუსში, ავტომობილში მოათავსა. ის სწორი გუნდის ფორმირებაში საუკეთესო ძალებს აინვესტირებდა და ამიტომაც გაიმარჯვა ყველამ ერთად, მთელს მსოფლიოსთან ერთად. თითოეული ეს ადამიანი იყო მექანიკოსიც, ინჟინერიც და მჭედელიც, ზოგიერთი პილოტი იყო და ამავდროულად დიზაინერობასაც ითავსებდა და ამბიციის დონითაც არც ერთი მათგანი არ ჩამოუვარდებოდა საკუთრივ თვითონ ენცო ფერარის. ეს ადამიანები რბოლებში წაგებული ეტაპის შემდგომ ერთად ჯდებოდნენ, სხდებოდნენ და განიხილავდნენ არა მეტოქის სიძლიერეს, არამედ საკუთარ სისუსტეებს. წაგება მათთვის იყო გაკვეთილი, რომელშიც ისინი ერთად პოულობდნენ სწორგადაწყვეტილებებს და ერთად იმარჯვებდნენ. ამავე დროს ამ საერთო ერთობლივ გამარჯვებებს არასოდეს არც ერთი წამით არ გადაუწონია ენცო ფერარის პერსონალური ლიდერული წონა. მაგრამ როგორ მოახერხა და როგორ შეძლო ამ ადამიანმა ეს? რომელი უნარების მეშვეობით? ეს არის გუნდური მუშაობის და ლიდერობის ფორმულა, სადაც მკითხველი შეხვდება არა იმ ფერარის, რომელსაც მხატვრული ფილმები გვთავაზობენ, არამედ ნამდვილ რეალურ ენცო ფერარის, მისი პრაქტიკული თვისებებით. აქ აღწერილია უნარების კლასიფიკაცია, რომელსაც კონკრეტულ შედეგებამდე მივყავართ. ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაც პრინციპების და უნარების ჩამონათვალი, არამედ ეს არის კონკრეტული სისტემა, რომელიც გვეუბნება, რომ ამა და ამ კრიტერიუმით და თვისებით ამა და ამ შედეგს მიაღწევ. მაგალითად არსებობს ესეთი ცნება, როგორიც არის კონკურენტუნარიანობა. ეს არის შედეგი. და ამ შედეგის მისაღწევად კი საჭიროა ისეთი
უნარის, ისეთი თვისების და კრიტერიუმის არსებობა, როგორიც არის მრავალფუნქციურობა. და ასე შემდეგ, ფერარის მიერ განვლილი გზის შესაბამისად მოახდინე 7 პრაქტიკული პრინციპის დაჯგუფება უნარების სახით. შინაგანი ბირთვის სახით. ასევე აღწერილია ამ უნარების შეძენის გზები და ბოლოს ეს 7 გამარჯვების მომტანი პრინციპი სისტემატიზირებულია ერთ სამოქმედო ფორმულაში. უპირველეს ყოვლისა, სურს აღნიშნო, რომ ნებისმიერი ადამიანი აღმოაჩენს აქ რაღაც სიახლეს საკუთარი თავისთვის, ასევე გამოადგება იმას, ვინც ქმნის, ვინც სწორ ადამიანებს ეძებს, ვისაც სტანდარტული კრიტერიუმების მიხედვით სამსახურში ადამიანების აყვანა აღარ აკმაყოფილებს, ვისაც სწორი გუნდის ჩამოყალიბება სურს, გამოადგება კარიერულის დიდ დაინტერესებულ ადამიანს, გამოადგება ლიდერს, რომელიც საკუთარ საქმეს აშენებს, ბრენდს აშენებს, მომსახურებას ქმნის, სოციალურ ურთიერთობებს ქმნის, კომუნიკაციას, კონტაქტებს. და რა თქმა უნდა, გამოადგებათ ასევე სტარტაპერებს. ფერარის გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ თუ კი შენ სულ მცირე გაქვს რკინა და ჩაქუჩი, ანუ თუ მინიმალური შესაძლებლობით და ინსტრუმენტით ხარ, ეს უკვე ნული აღარ არის. ფერარის გაკვეთილში ნაპოვნია პრინციპების და უნარების არა მანქანური და მექანიკური ერთობა, არამედ მათი სწორი და პროპორციული სინთეზის გზა. კითხველი აქ კარგად დაინახავს, რომ დღევანდელ სამყაროში ლიდერობა უკვე აღარ არის მხოლოდ მიზნები, სტრატეგიები და გეგმები. არამედ დღეს ლიდერობა ასევე არის ცხოვრებისეული, ცოცხალი ფილოსოფიის, კონკრეტული პრაქტიკული უნარების, ემოციური ინტელექტის და რაციონალური მენეჯმენტის რელევანტური ნაზავი. დანარჩენი დეტალურად არის აღწერილი ფერარის გაკვეთილში. წარმატებებით და გამარჯვებებით სავსე გზას გისურვებთ.